საქართველოს აქვს ყველაზე გამოკვეთილი, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის განვითარების საკითხში. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად, რეგიონში ჩვენ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან ერთად, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად უნდა ვითამაშოთ როგორც მედროშე ქვეყნის როლი, ვინაიდან საქართველოზე გადის დღეს ევროპულ სივრცესთან კომუნიკაცია ცენტრალური აზიის და ჩვენი რეგიონის მეზობელი ქვეყნები. ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, დერეფნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს. მისი თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და ქვეყნის მაღალჩინოსნებზე არსებული დასავლური სანქციები შუა დერეფნის განვითარებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. დღეს, როდესაც ესეთი გამოწვევა გვაქვს ჩვენ ევროკავშირთან მიმართებაში და ზოგადად მსოფლიო თანამეგობრობასთან მიმართებაში, არ უნდა გავჩერდეთ, უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულები და ზუსტად ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს, შავი ზღვის მეშვეობით კავშირები ევროპულ სივრცესთან, ეს უნდა განვითარდეს და არ უნდა გაჩერდეს. გამომდინარე არსებული პოლიტიკური კრიზისისგან, მე არ ამგონია, რომ ხელისუფლება იყოს იმ მდგომარეობაში, რომ დღეს აი კოორდინაცია გაუწიოს, უფრო აქტიური იყოს აი ამ მიმართულებით.